ემა ცოტა გვიწკაპუნებს. ხელი პაემანი წოლოპიცის ბაღში. მოგესალმებით. მოკლედ დღეს არის პარასკევი, 1 მაისი. ხვალ არის 2 მაისობა. გვირილობის და ულამაზესი დღე და მინდა რომ გავატარო ჩემ ოჯახის წევრებთან და ასევე ქუთაისში. და ეხლა ვარ თბილისში, უნდა ჩავბარგდე და წავიდეთ ქუთაისში. ქუთაისში ვარ, ჩამოვედი გუშინ და დღეს არის გაზაფხულის ყველაზე ლამაზი დღე, გვირილობა და ამ დღესთან დაკავშირებით მინდა რომ ქუთაისში გავისეირნოთ მე და ბებომ და გავატაროთ დრო ერთად. წავედით ახლა, ბებოს მაკიაჟი უნდა გავუკეთო, მოვიმზადოთ ორივე ერთად და შემდეგ გავისეირნოთ. ეს ჩემი ოთახი არის, ჩემი ბავშვობა, სადაც გავატარე უამრავი დრო, ყველა ჩემი ჩამოსვლა ქუთაისში არის ძალიან ემოციური, ნოსტალგიური და შეიძლება ესე რომ სულ რაღაც ესეთ მონატრებულ და ნოსტალგიურ პერიოდში ვიყო, რამდენჯერაც აქ ჩამოვალ. მაგრამ ალბათ რაღაცნაირად ბავშვობას რომ მაკავშირებს ეს ადგილი, მაგიტომ ხდება ესეთი მძაფრი და ყოველდღიურობა რომ არ არის აქ ყოფნა ჩემთვის. ხო, ამაგიეროდ ის ფაქტი რომ შემიძლია რა დროსაც ვატარებ აქ ვიყო მაქსიმალურად აქ ჩართული, უფრო მძაფრად მომახსოვრდება და ყოველჯერზე რამდენჯერაც გავიხსენებ ქუთაისში ყოფნას. ფრაგმენტებად კი არ მახსოვს, ყველაფერი მახსოვს საერთოდ, ყველა ის ჩახუტება, ყველა ის სიყვარული, მოფერება, ლაპარაკი, არ იცი. ძალიან მიყვარს მოკლედ აქ ყოფნა და ჩემს საყვარელ ადამიანებთან გატარება დროის. და დღეს იქნება ერთ-ერთი ეგეთი, როცა რავი, ბებოსთან ერთად გავატარებ დროს. ეს ვიდეოც სამუდამოდ შეინახება და ყოველჯერზე როცა მომენატრება ქავრობა ამ ვიდეოს ვნახავ. ასე რომ დღეს მინდა ძალიან ლამაზი ვიდეო გამომივიდეს და ვნახოთ აბა. წავედით ახლა ბებო მელოდება ქვემოთ. ამ კოსტუმი გექნება. არის ძალიან კარგი. მოწონს ეს პაუზა. მაგრამ მე რას ვიცი? ავი რუგაცია, ძენი სინაცია შენ საროჩკე რასვი. მაშინ ჯემასე და გეტყვი ხო? კარგი. ასე ვენ, მოსიაჩვეთ გზელი. აუ. ემები. ასე გზელი. მაგრამ წინ ესე ფარტული. აში, ჩავი. ამ ჩამჭედი, ჩავი. ემას ყავაცო დამშვე. ნუ ზედის მეტი არაფერია. არ წამოდია? აი, შენ ჩაიცვი ეს? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე მოგეგებო, შენ ჩაიცვი. მომატებული ვარ ცოტა და უფ, შენი რადგან. ოლე ვარა, შენ. აუ, არა, ამა იმასნერი ვარ, შენ შეტყობა რომ რა, არაფერი არ ეთყობა, მეგო, რა სიცოცხლე. რაზე ეთყობა? მაშინ ხელი რაღაც საროჩკა საროჩკა ჩაიცვი, შეგნით. და ამაჩერე. ექსპონენტის სტილზე გავალ. ხო, გარტი ბატონო, გარტი. რა ვიცი, ხა მე რო ხედავ ასე აცვია. კაი. შეგი უნდა ამეიცი. ხო. დღეში შენ ჩამოწვა. მოსტაინინგ. აი, წავედით აბა, ხო, ეხა მაკიაჟი ცოტა ой, აქი. ადრე მასი ზემისები ახლა. პატარა მეწაგის მომთ რაღაცა. შენ ოთახში წავიდეთ და იქ ვნახოთ. ოკეი, წავედით. ხო. აკი დავჯენდით. მოსკრა. ნიგაცი და მოგდა. რა? ნიგაცი და გადაა. კეთე. აი, გაც. ალამაზი ხარ. მომენტარი. აი, თქვა გადავიცი. ცოტა გადაიწერა ხო, ანუ მას და იმის რო წაგისვარ თუ არ დაგესვაროს. აჰა. ჩე პატარა გუგუ. აი, პროსტა შერო კანი გაქვს. ესეთი კანი. რავი. ანუ შვიაჩი.
Ხოლოს როდის ვიყავ გვირილობაზე? ბაბუს რო ყავდით წაყვანილი მე დააჩი. მის მერე საუკუნეა გასული. ინტერესები. გიდა. კმარა. არ კმარა მოიცადე. გიდა გამახარგაზდა ვოღე. ახალგაზრდა ხარ ისედაც. აბა გამები არ მიატყდა. ზუსტადაც. აი ეს გვინდა. თვალები ზემოთ. ჩამოქერულებს დაფარავს. ძე ჩვენ გაფარავს აი. გავიგე გვირილობა რატო ქვია. რატო და თურმე 1921 წელს გოგოები ყიდნენ გვირილებს ქალაქში. საქველმოქმედო ის ყოფილა რაღაცა. ხო და მე ამ შეკრებული ტუბერკულოზი ვისაც ქონდა იმათ ურიცხავდნენ ამ ფულს. ხო და მაგიტო დაერქვა გვირილობა თუ მოჩვენა. ბასტა. ნო ბასტა. პრინციპესა ხარ. რა ტანცი. მეც ასე ვიყავი ნაინაი რაღაცები მქონდა ტენები იყო მოდაშეკენ ცისფერს ვისვოდი ხა ცისფერ ბანკაში და და ქვეყნის რაღაცები და როგორ პომადას ისვამდი? ატმის ყვავილი ატმის ყვავილი ხო? ლამაზია. ლამაზი გოგო ხარ. შანკაია. ლამაზი. ესე იგი შენ ვაუ. და შავი მინდოდა და მაგრამ მე თიამ გამომიწერე იგი და შავის მაგრად ელი ჩამერიდა. ძალიან ლამაზია. მინდა კიდე შავი მაგნაი. რა თქმა შავი იყოს ეს ფერი. შავები ხო გაქვს რაღაცეები და აი უსაყვარლესია ბებო. აია. ძალიან. ეს უნდა ჩაიცვა. ხოშ. ძალიან საყვარელია. შეხედეთ. ძალიან ლამაზია. რამდენი სამი დია ჩაიცვა. ამას ვერ ჩაიცვა. კი, ახლა. ხარა, კაი. ეს ძალიან მომეწონა, ულამაზესია. კი და აი ეს ხა სამნაირი მოდელია, მაგნაი. უბრალოდ. ძალიან ლამაზია. და მოსაშვია. ვაუ. ეს უკაიკეთო? ვაუ. ძალიან საყვარლებია. ძალიან მომწონს. ეგ გაიკეთე, ეგ ჩან. ეს შამილი შენ მომენტი. ვაცლავა. გინდა? არა, არ მაგრამ. ხო როგორ დაიკავე, იცი, აი ხელი მოკიდე, აი ეგრე ხო. წავედით ახლა ქალაქში, ბაბუს მივყავართ, მე და ბებო. კი ხარია? ძალიან. ბაბუ შენც? თიმ გაბურძგნული. ხა. ხარ წამოხვიდოდი ჩვენთან ერთად და გაისეირნებთ. Чем გადაყოფრებს შეიძლება მოიდასახა. თუ მოიწმინდა წადი უკვე და გაერთო კაცი. კაცებთან გაერთობა. რა. ელაპარაკე. კაცები ყველა ესეთები ხართ, ა? ვახლავდებით ახლა მოედანს, რომელიც გაფორმებულია დღევანდელი დღისთვის გვირილებით. პროდიუსერი ბებო ის ადგილი ლამაზი შენობა.
წამოყევია სი. ხა. როგორ გადავიღო? მოჩვენე? გამოყევი ეს შეიძლება. ხა. ამით ჩას. ხა, დაიკავე ეს შენ როგორც მინდა ისე გადაიღე. ფოტოებს გადავიღე. ძალიან ლამაზი ხარ. შენი ზომისია. აიცახა? აი ეს იყოს. ხო. ხო? როგორ გექნები? აჰა, ეს ამკავე. დიდიგა. შენ წამოდი აქედა. ხა. და მე უკან დავიხე. ოო. ლამაზ. ეხლა ესე ჩავიდეთ თემოთა, გავიდეთ. გამოდიჯე, რაც მაინტერესებს. ეტლები უნდა გადაიღო. დიხარ. ეტლები უნდა გადაიღო. შენ მაინც ხარ ქუთაისში, აქ როგორ არ იტალია. ჩამითხრია იტალია. ბებო არის, რამდენი წლის ემიგრანტი იყავი? 20 წელი რა. 20 წელი. ხო, 20 წელი იტალიაში. ყო ემიგრანტი. კი. ეხლა საბოლოოდ ჩამოვიდა. და ესე ქუთაისში იშვიათად გამოდის ქალაქში. ხო. ცოტა უნდა გამოვიყვანოთ გარეთ. იტალიის მერე ცოტა რთულია ესე ქუთაის შეხედო, მაგრამ არ არის რა, ქუთაისიც არ არის ცოტა. ევროპის ქალაქია. ჩემი ქუთაისი მიჩვენია ჩემი საქართველოს ჩემი. ხო, იტალიას. ყველაფერი გირჩევნია ქუთაისი. კი ბატონო, მეც. უცკაპუნებს ცოტას. უცკაპუნებს პირველად გავიგე. გამიგონია უცკაპუნებს. წვიმა ცოტა გვიცკაპუნებს. უცკაპუნებს. ჩუჩქერად არ იქნება. მნიშვნელოვანია. ხო, აი ეს მარიონეტა და ხელოვნებაა. ვირილები როგორ არის? ხო, აივნებზე. ყველაფერი აქვს. ვირილებში ჩასული. ხა. როგორ იყავება? შენი პაემანი ზოლოპიცის ბაღში. შენ და ბაბუსი? ეს გვირილა მე დავადეს დავტოვოთ საჩუქრად, კი? ვისი მანქანა არის? ეშნების მაილუარი, კინო. ხარიცი თურქული სერიალი. ეშნების მანქანა ასეთი, ხო? ისი, ძვანეფერია და ეს კარიში. აჰა. ეს შეფის სიზმარია. Now, Fedeba.
მათ შორის აი ეგ რადიო. გადაცემები გადაცემები იყო. დილის 6 საათზე დაიწყებოდა. სიმღერები, ინფორმაციები, მაგრამ რეალური გადაცემები. მაგრამ ერთადერთი რადიო იყო, რომელიც გაკავშირებდა ანუ ეს რაღაცა როცა არ იყო დენი, როცა არ იყო რაღაცა რადიო იყო. ისედაც მუშაობდა საერთოდ ყოველდღე, მაგრამ დენი რო არ იყო, მაინც მუშაობდა. რადიო. ხაზი თავისი კონდა. კიდე კაი მაინც რო იყო და კი, კერადები რო შემოვიდა. რადიოები? არა, ტელევიზორი. პირველი. მე მახსოვს ჩვენი ტელევიზორი რო იყო ეს ქონდა პულტი არ ქონდა, მაგრამ ესე უნდა გადაკეთო რა. მანამდე იყო შავ-თეთრი ტელევიზორი. ჩვენ სუფერადი ქონდა, მე მგონი და შავ-თეთრი გამოცემული. შენ გახსოვს ახლა ფერადი. ასე ვერდიდან ურთხავდი, ბერლინიდან თავზე ჩვენებას იმასმინდა რეგე. ითი შემოდა. მივაყავდი ვერდიდან, ზერიდან, შეიძლება კარგავდა. და გადასართავად, უნდა ამდგარიყავი და ადგილზე გადავიდე. მაშინ კი არა, ახლა ვითარდება ყოველდღე ტექნიკა წინ მიდის და შემოვიდა რა ცივილიზაცია. მაგრამ ეგ პერიოდი გავლილი გვაქვს. თქვენ თაობას ხო საერთოდ რამდენი პერიოდი გაქვთ გავლილი? უშუქობა, უყურობა, გაზი არ იყო, საჭმელი შეწყდა მაღაზიებში. მოსაჯულოს დაძლევა ხალხური და სუსტად ჩამოედანა. ჩაიბარებია ზოგი სახშპიდი და შენ რო იყო ხა აი ჩვენი ასაკის რაღაცა ის პერიოდი რო იყოს, როცა აი კონტენტები დაიწყო. ხა ვიდეოებს რო იღებენ, ფოტოებს რო იღებენ, ანუ შენ იმდენად ხედვა გაქვს? ხა რა აი ძალიან ნამდვილი ინფლუენსერი იქნებოდი და მაგრამ არ არის, ეხაც არ არის გვიანი. რაღაცებს გადავიღებდი. ხა და მე ეს შეფუზავდი. წარმოდგენაში კიდე ხო და რაღაცნაირად ეხათ რო აიღო ტელეფონი და დაიწყო გადაღება, კაი კამერა რო გქონდეს, ძალიან კაი კადრებს დადებდი და რაღაც შენი მაყურებელი გეყოლებოდა. მექსიკური მარგარიტა აქ არის. გემრიელად მირჩი. ჩემო მეგობარმა გამოგვიარა ეხლა და მივიდივართ სახში.